ბათუმში არსებულ გაზგასამართ სადგურებზე ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია. წუხელღამით გურიაჭერის საზღვარზე მომხდარი დაზიანების შედეგად შეწყვეტილი გაზმომარაგება დღეს შუა დღის საათებში აღმოიფხვრა. გაზის დეფიციტის მიზეზით ბათუმში თითქმის ყველა სადგურთან მომხმარებლებს სასურველი მომსახურების მისაღებად რიგში დგომა უწევდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ მოსალოდნელი შეფერხების შესახებ წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ. გაზმომარაგების შეფერხების შედეგად განსაკუთრებული პრობლემა ტურისტებს შეექმნათ, რომლებსაც საზღვრის დროულად გადაკვეთა ჭირდებოდათ. მოსულობ განვარაგე. ბარცხანაზე ძალიან დიდი რიგია და იქამდე ხოლმე ფეხით ხო ვერ ჩავიყვან, ბუქსით ხო ვერ ჩავაგავრებ მანქანას. ხშირია მსგავსი შემთხვევები? კი, ძალიან ხშირი. ამ შემთხვევაში მაინც ცუდია, ამდენ წამსვლელი, მომსვლელია, სტუმარია, ისიც ხო გაზია დამოკიდებული და ეხლა გაზ გაუჩერებ ძალიან ცუდია ჩვენთვის. გუშინ ღამის საათებში მოხდა ცენტრალურ მაგისტრალზე დაზიანება, რის შედეგად საჭიროებდა გარკვეული სახის სამუშაოების ჩატარებას, მოხდა ცენტრალურ მაგისტრალში გაზის წნევის დაწევა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამუშაოები, ამან გამოიწვია რამოდენიმე საათით გაზგასამართის სადგურების მუშაობა. ამ ეტაპისთვის აღდგენილია დასრულებულია ის სამუშაოები და მიეწოდებათ ჩვეულებრივ რეჟიმში.